მოგესალმებით. ძვირფასო სტუმრებო. ჩვენ აღნიშნავთ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის 90 წლის იუბილეს. მუზეუმის იუბილეზე საუბარს არ შეგაწყენთ, მაგრამ ერთ მცირე განმარტება არა, უბრალოდ მცირე მიმოხილვას გავაკეთებ, რატომ ეწოდა სერგი მაკალათიას სახელი. მოგეხსენებათ, ჩვენი მუზეუმი დაარსების სათავებთან თუ შეიძლება გავიწყეთ, თუ შეიძლება. ჩვენი მუზეუმის დაარსების სათავებთან იდგა ბატონი სერგი. და ბატონი სერგი გახლდათ მისი ერთ-ერთი პირველი დირექტორი. და ის სული და გული ექსპოზიციების ფონდის, რაც ჩვენ აღვაფრთოვანებს, სწორედ ბატონი სერგის დიდი დამსახურება გახლავთ. დამემოწმებით, მათ შორის ნუმიზმატიკის ასეთი უნიკალური ექსპოზიცია, რომ გვაქვს დიდი ნაწილი სწორედ ბატონი სერგის მიერ გახლავთ მოპოვებული. ამიტომ ჩვენ 2005 წელს ჩვენმა მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წოდებოდა გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს დიდი სერგი მაკალათიას სახელით. ეს დიდი პასუხისმგებლობაც გახლავთ, დიდი პატივიც გახლავთ და მოტივაციაც, რომ ყოველთვის ვიყოთ იქ და ისე, როგორც შეეფერებათ ამ მუზეუმის მესაძირკვლებს, მე ასე უწოდებდი. მე გუშინ ჩვენი საიუბილეო პროგრამა 2 დღეს მოიცავდა, გუშინ საიუბილეო საღამო ჰქონდა ესეთი სალონური გორის საზოგადოებრიობის და ჩვენი ჩართულობით და იქაც აღნიშნე, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო იმ მუზეუმში, არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე ხარ, იყო იმ მუზეუმში, რომელიც სერგი მაკალათიას მიერ არის დაარსებული და საფუძველი ჩაყრილი, შემდეგ განვითარებული სერგო ნადიმაშვილის მიერ, შემდეგ ბატონი გოგის ჩართულობა მუზეუმის ხელმძღვანელობაში, ქალბატონი თინა თიმსოსანიძის და რა ვიცი, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. იმისათვის, რომ მუზეუმმა გამართულად იმუშაოს და ვცდილობთ გამართულად ვიმუშაოთ და აღნიშნოთ აი ასეთი საკვანძო თარიღები, ჩვენი გორის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის განვითარების სააგენტო, მერია და სააგენტო გვერდში გვიდგას, ამისათვის კიდევ დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო კვანცა, ქალბატონო ლელა, ბატონო ხვიჩა და გუშინ ძალიან ლამაზი საღამო ჰქონდა ქალბატონი მაგული გარდაფხაცის რეჟისორობით და ამისათვის დიდი მადლობა. ეს უნდა ითქვას ოფიციალურად და მადლობა ირმა ჩიტუაშვილს, რომელიც ყოველთვის რჩება ხოლმე ისე თავდაბლად გარეთ. მოკლედ, აი ასეთი დღე იყო გუშინ. ეხლა ჩვენ დღეს ვიწყებთ სამეცნიერო კონფერენციას, რომლისადმიც განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ღელვა. დავიწყე მე საუბარი როდესაც ბატონი ელდარი შემოგძანდა და ბატონი ნოდარი, ჩემთვის მე ხლა ჩემს სათქმელს ვიტყვი, არა როგორც ოფიციალური პირი, არამედ როგორც კონფერენციის მონაწილე, იმიტომ რომ თუ მე ეთნოგრაფობა და ეთნოლოგობა გადავწყვიტე, ბატონი ელდარ ნადირაძის დამსახურება და დიდი მადლობა ამისათვის ბატონო ელდარ, იმიტომ რომ როდესაც გავიარე სტუდენტმა თეორიული ეთნოლოგია და თინათინ ღუდუშაური მიკითხავდა ლექციებს, რა თქმა უნდა ძალიან დავინტერესდი და როდესაც შემოგძანდით თქვენ ლექციაზე და ქართულ ეთნოლოგიაზე, საქართველოზე ველაპარაკეთ, ტრადიციებზე, ყოფაზე, იმაზე, რაშიც მე ვცხოვრობდი, გავიზარდე, დავიბადე, მე მაშინ გადავწყვეტე, რომ ვიქნებოდი ეთნოლოგი და ამისათვის, რა ვიცი, მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიდე. რამდენი ტურისტი ყავდა მუზეუმს ამ თვეში? მოდით ვიკითხოთ, რამდენმა მკვლევარმა ისარგებლა მუზეუმის ფონდებით, რამდენი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა, რამდენი ახალგაზრდა ადგილობრივი სტუდენტი თუ მოსწავლე იყო მოსული და რამდენმა შეიმეცნა ის ისტორია, რაც ჩვენს მუზეუმში არის
წარმოდგენილი. გორის ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის მე ყველას საქმეს ვიტყვი, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ეს. ჩვენ მხოლოდ ტურისტული ობიექტი აჭარბავართ, ჩვენ ვართ სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება და თუ ეს ნიშა მიანიჭა სერგი მაკალათიამ, სერგო ნადიმაშვილმა, ქალბატონმა თინათინმა, მე დიდი სურვილი მაქვს, ბატონმა გოგი, მე დიდი სურვილი მაქვს, რომ გაგრძელდეს ასე და დღევანდელი დღეს აი ამისი ნათელი დადასტურება გახლავთ. ჩვენ სამეცნიერო კონფერენციას ვიწყებთ. კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლავთ. თემატიკა გახლავთ ისტორიიდან, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა, მუზეოლოგია და საერთოდ სასკოლო სახელმძღვანელოების თემაც შემოდის ჩვენს კონფერენციაში, რაც ორმაგად საპასუხისმგებლო გახლავთ. ჩვენ ჩვენი კონფერენცია იმუშავებს 3 სექციად. პირველი გვექნება პლენარული ხდომა აი ამ დარბაზში. შემდეგ გავნაწილდებით იმუშავებს ისტორიის სექცია ისევ ამ დარბაზში. მეორე სართულზე იმუშავებს ეთნოლოგიის სექცია. შემდეგ არქეოლოგიის და ნუმიზმატიკის ერთად და მუზეოლოგიის გაერთიანდება და ისევ ამ დარბაზში დაუბრუნდებით. როგორც პროგრამაში გახლავთ მითითებული, ჩვენ მივუთითეთ 15 წუთი მოხსენებისთვის, თუმცა 15-20 წუთი ალბათ იქნება და იმისათვის, რომ აი ამ მოკლე შემოდგომის და უკვე ზამთრის დღეში არ გადავიტვირთო და ძალიან არ გაგვიგრძელდეს, მე ვფიქრობ, რომ ყველა ჩავეტევით ამ 20 წუთის რეგლამენტში და შემდეგ იქნება ალბათ შეკითხვებიც, დისკუსიებიც და ბოლოს შეჯამება მოხდება აი ამ კონფერენციის. ჩემთვის სასიამოვნო იქნება თუ ყველა დავესწრებით ბოლომდე და მოვისმენთ ერთმანეთის მოხსენებებს. ჩვენ სტუმრები გვყავს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, მეცნიერებათა აკადემიიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. დიდი მადლობა ყველას. ილიას უნივერსიტეტიდან მოდის ვეხდით. მოკლედ მადლობთ ღელა და დავიბენი. მოკლედ დავიწყოთ კონფერენცია მოდის ვეხდით. ქალბატონი გვანცა ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი. ქალბატონი გვანცა მივესალმოთ კონფერენციის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ყველას. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ დარბაზიდან მოგესალმოთ თქვენ. დიდი პატივია თითოეული თქვენთაგან სტუმრობა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეული თქვენთაგანს მობრძანებისათვის და ჩვენს ძვირფას მუზეუმელებს კიდევ ერთხელ მივულოცო სიყვარული და დიდი პატივისცემით 91 წლის თავი. მე ვიცი რომ დროში შეზღუდულები ვარ და მუზეუმის მნიშვნელობის შესახებ რა საკვირველია მე არაფერს ვიტყვი. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის. წლების განმავლობაში ჩვენი მუზეუმის გვერდში დგას ქალბატონი ლელა მაისურაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურის უფროსი და ქალბატონო ლელა, თქვენ ყოველთვის ძალიან დიდი ხანია უკვე ჩვენს გვერდით ხართ ყველა ღონისძიებაში და ორიოდე სიტყვით. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღინიშნება მუზეუმის 90 წლის იუბილე და დღეს უკვე გახლავთ კონფერენცია. ყველას მე დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩამოგზავნებისთვის. ალბათ კარგად წარიმართება ყველა სექციის მუშაობები დარწმუნებული ვარ და შეძლებს დაგვარად მინდა რომ დაგესწროთ. ყველა მუზეუმებს მინდა მოგილოცოთ ეს ლამაზი თარიღი, გისურვოთ წარმატებები და გისურვოთ ბევრი წარმატებული პროექტი. თქვენ იცით რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის თქვენს გვერდით არის, ყოველთვის გიჭერთ მხარს და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკითხები. ქალბატონო ირმა. ქალბატონი ირმა ჩიტუაშვილი, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და მწერალთა სახლის განყოფილება გვაქვს ჩვენი საკულტურო სამსახურში და მოგესალმებით უმეტესი მადლობა მოგზავნებისთვის. დღეს ალბათ ნიჭთა ზეიმი იქნება და ისტორიაში ჩაიწერება თქვენი თითოეულის გასასვლელად. მადლობა მოგზავნებისთვის.
გილოცავთ 90 წლის იუბილეს ჩემი ძვირფასო მუზეუმელებო და ვიმედოვნებ რომ დაუვიწყარი დღე იქნება დღეს ამასთვის. რა ვიცი, თუ სურვილი გაქვთ ბატონ დავით, ხომ არაფერს ყვეთ. დავით კუპრაძე, ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. 30 წლის იუბილეს დიდი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო თითოეული თქვენთაგანის მიმართ. მუზეუმი არის ეს ის სივრცე, სადაც ისტორია ინახება და თუ გინდა რომ უკეთესი მომავალი აცმყო კარგი მქონდეს, აქედან უნდა დავუწყოთ შეხება ჩვენ ისტორიასთან და ჩვენ კულტურასთან. იმას მადლობა. კი ბატონო, ერთი სიტყვით. დიახ, ძალიან ბატონო და სწორედ ეს მინდოდა შემოგმეთავაზე. მე არ შემიძლია არ გამოვხატო უდიდესი გაყოფილება დღეს არ ყოფილით რა შემდგომ ყოველთვის მუზეუმი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილი სადაც მე ჯერგი და სულად ახალგაზრდა შემოვედი აქ სერგი მაგალითია გახლავთ ქართული ეთნოლოგიის მესაძირკველი ძალიან დიდი კაცი თუ ჩვენ ეთნოკულტურას უწერია საერთოდ წარმატება შემდგომი ერთ-ერთი ადამიანი ვინც ამ დარგში მოვა სერგი მაგალითიას გარეშე ნაბიჯს ვერ გადართავს რა ამიტომ დღეს როცა ეს ინტეგრაცია და ეს გლობალიზაცია გვაჭრობა ასე ძალიან ჩვენი დაარგის განსაკუთრებული კიდევ ასე ვთქვათ მაღალ სიმაღლეზე აყვანა ეს კი არა რაღაც დავეშლებ უკან არაფერში პირიქით დღეს ვჭირდება სწორედ ქართული ეთნოკულტურის მიმართ სულ სხვანაირ დამოკიდებულება იმიტომ რომ ამ კულტურას როგორღაც ემუქრება ასე ვთქვათ აი ინტეგრაცია გლობალიზაცია ოკეანეში და სწორედ ეს ჩვენი ეთნოკულტურა ეს რომელიც გვაკეთებს როგორც ღუზა და ამ ღუზას გაფრთხილება უნდა ეს ღუზა არის სწორედ ჩვენი სულიერი და ჩვენი ფიზიკური გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება დღეს ამიტომ უღურესწორად ხალხმთავრობა მე მინდა გორის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომლებს რომლებთან გამოვბრძანდნენ რომლებიც კიდევ უფრო მაღლა არიან იმით გარეშე არაფერი იქნებოდა რომ ეს დღე ეს ლამაზი დღე მე ვიტყვი ეს შესანიშნავი დღე ჩემ ცხოვრებას პირად და ჩვენ ცხოვრებას საერთოდ რა იმიტომ რომ მეცნიერება არის ადამიანისთვის ერთ-ერთი უპირველესი საყრდენი რომელსაც უნდა დადგეს ამ ქვეყანაზე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. შესანიშნავად ყველაფერს მოწვევ. დიდი მადლობა ყველასთვის. დიდი მადლობა, ხომ არაფერს ძალიან. მაშინ დავიწყოთ ჩვენი კონფერენცია. პირველი გახლავთ პლენარული სხდომა და წარუძღვები მე და პირველი მომხსენებელი იქნება ბატონი ელდარ მამისთვალიშვილი, ჩვენი მუზეუმის უდიდესი მეგობარი კი არა, შეიძლება ვთქვათ მუზეუმელი ასევე. ურომლისოდაც ჩვენ მუზეუმს ბევრ რამეში გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ თუ კი რაიმე ჭირდება კონსულტაცია, გვაქვს რამე გასარკვევი, ყოველთვის ბატონ ელდარს მივმართავთ და ბატონ ელდარი ჩვენს გვერდით გახლავთ. მე ხა მის დიდ ისტორიკოსობაზე არაფერს არ ვიტყვი, მე როგორც მუზეუმელი ასე ავნიშნე ჩვენი და ბატონი ელდარის დამოკიდებულება. ბატონ ელდარის მოხსენება გახლავთ ქრისტეფორე კასტელის ბიოგრაფია. ისმენთ ბატონო. მე უერთდები ჩვენი კონფერენციის სულისკვეთებას და მინდა მის გასახსენებლად სერგი მაკალათიასი გავიხსენო ის რომ პირველი კურსზე როცა ვიყავი აი სწორედ ის შემოვიდა ჩვენთან ლექციას. ნუ როცა წარმოიდგინეთ ამ თოთო ახალგაზრდებისათვის რამხელა რამ იყო ბატონი სერგის მიერ დაწყებული ჯერ ლექცია და საერთოდ რატომ შემოვიდა ჩვენთან და ან ჩვენ რატო ვართ იქ. აი ასეთი საუბრით დაიწყო და ну, რა ვიცი, შემიძლია ვთქვა, რომ ისტორია თუ შემიყვარდა, აი სწორედ მისი დიდი დამსახურება და ამერთმა მისი სახელი არასოდეს არ გაქრება, ვიდრე საქართველო იქნება.
და აი ისეთი საქართველო გქონებოდეს, როგორც მას უნდოდა. მე მახსოვს შესაძლებელია ძალიან ბევრი არ იცოდეს, რომ სამხედრო ნაწილში წააკითხეს მას ლექცია. აი აქ ჩვენს მეზობლად და ეს იყო თუ არა ვწდები 47-48 წელი. და იმ მაშინ ბატონმა სერგიმ იქ დააყენა საკითხი ოფიცრებთან, ჯარისკაცებთან, როდის მიიღებს საქართველო დამოუკიდებლობას. ამაზე, რა თქმა უნდა, მოხდა ძალიან სერიოზული სკანდალი, რომ კაცი გამოდის, პროფესორი და საკითხს დააყენებს სადაც სამხედრო ნაწილში. რომელი წელი იყო? აი, დაახლოებით მე თქვი, ზუსტად აღარ მახსოვს, ეს იყო 47 ან 48 წელი. ხო და მე როცა სტუდენტი გავხდი, მე გავიგე, რომ თურმე აი ამ კაცმა ეს გააკეთა. და გაჩერდება ჩემი მოსმენების გმირს, ქრისტოფორ კასტელს. აი, ახლო მინდა თქვა, რომ ნუ ასია თვისია ვიცნობ მე საქართველოს ისტორიას. ვიცნობ საქართველოს და ვის რა უთქვამს უცხოეთს. ან ვის რა გაუკეთებიათ. და თელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქრისტოფორ კასტელთან ვერავინ იყო. ჩვენ ვიცით, ზოგმა ვეფხის ყოლსანიცა თავდა, ზოგმა ნუ რაღაცები გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ის რაც ქრისტოფორ კასტელმა ჩაიდინა, თავისი სიცოცხლე პარტიულად შეწირა საქართველოს. მე ამას გადაუჭერებლად ვარ. აქედან წავიდა ის დასნეულებული და სულ 2-3 წელი გაიცოცხლა და გარდაიცვალა. ახლა რაშია საქმე იცით? შეიძლება ვინმე საერთოდ მოვიდეს, რომ რა ბიოგრაფიაზე ახლა კონფერენციაზე ლაპარაკი. რა ცოტა შეიძლება უხერხულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ამ დიდმა ადამიანმა რა ცხოვრება გაიარა. მე მთლიანად რა თქმა უნდა ამაზე ვერ ვილაპარაკებ. ეგ საკითხი მთლიანობაში იქნება სხვა დროს, სხვა ნაშრომში და მხოლოდ მინდა შევეხო იმ მომენტებს, რომელიც საერთოდ განაგორელებისთვის კი არა. სოფლიოში არ იციან და არც ერთი მისი ბიოგრაფია არ ახსენებს აი ამ განვლილ ცხოვრებას. ესე იგი, ქრისტოფორ კასტელის შესახებ არის დაწერილი ბიოგრაფიები. პირველი ბიოგრაფია, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ცხოვრების მოღვაწეობისა და სამწერლო შემოქმედების მოკლე მიმოხილვას, მოცემულია დონ გაეტანო მარია კოტონის პალერმოდან იყო ეს კაცი და აი მან დაწერა მისი ბიოგრაფია. სხვათა შორის ეს ბიოგრაფია დაწერილი არის 1722 წელს. და აი ეს ბიოგრაფიაც კი ძალიან ნაკლებად არის ცნობილი. ესე იგი, ამ კოტონომ დაწერა წიგნი, რომელიც მიზანიც იყო, ესე იგი, პალერმოს წმინდა იოსების ბიბლიოთეკის არქივში დაცული მასალების შესწავლა და დაწერა აი თეატინელთა მისიონერების ბიოგრაფიები. იყო მოცემული იქ მასალები იყო და ამ კოტონომ დაწერა შემდეგში აი ასეთი წიგნი. ამ წიგნის 92-დან 100 გვერდამდე ეს ლათინურად არის დაწერილი, არის სწორედ დათმობილია
ელეგია ქრისტოფორე კასტელს. და აი აქ არის გადმოცემული სწორედ მისი ცხოვრების ზოგიერთი მომენტები, ძალიან გულუწყვილოდ, ძალიან საინტერესოდ და აი მისი მასალა გამოვიყენე მე ერთ-ერთი სხვადასხვა. ორმა იტალიელმა ქალბატონებმა ერთი პატრიცია ანა ლიჩინი, რომელიც მას დიდი საქმე გააკეთა, გამოაქვეყნა კასტელის წერილები 1980 წელს და იმას შესავალში დაურთო ზოგიერთი ცნობა კასტელის ბიოგრაფიიდან. მეორე არის კიდევ ასევე როგორც გითხარით, ქალბატონი მაიორანა, რომელმაც 90 წელს გამოაქვეყნა წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნი, სადაც ცდილობს იგი ანალიზი გაუკეთოს კასტელის შემოქმედებას. ამ წიგნთან დაკავშირებით მე ახლა აღარ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ მასზე მე მექნება საუბარი შემდეგში, როდესაც ჩემი მონოგრაფია კასტელის შესახებ გამოქვეყნდება, იქ იქნება ეს ყველაფერი. კასტელის ზოგიერთი ცნობა, ზოგიერთი კი არა, მოდით ასე გავაკეთოთ, ესე იგი ქრონოლოგიურად 1632 წლის დასასრულიდან 22 წლის 31 დეკემბრიდან მე წვეთ საერთოდ მის ბიოგრაფიაზე საუბარს, ვიდრე 54 წლამდე. რატომ? იმიტომ რომ მისი ცხოვრების აღწერა ფაქტიურად არის მის წერილებში. და ის შემსწრებთ არის კასტელის 47 წერილი. და იქ არის სულ გაფანტული ყველა წერილში თავის თავზეც ლაპარაკობს, თავის გაკეთებულ საქმეებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამდენად, რა თქმა უნდა, მე ზედმეტად ჩავთვალე მაშინ ის უნდა მომეტანა, რაც ამ წერილებში არის და ეს რა თქმა უნდა ძალიან შორს ავიყვანს. იმის შესახებ იქნება სულ სხვა დროს საუბარი. დონ ქრისტოფორე კასტელის საერო სახელი იყო ტერამო კასტელი. ტერამო ერქვა მას, ვიდრე გორში არ შეიცვალა მან სახელი. აი გორში სწორედ 32 წელს მან დაირქვა ქრისტოფორო, რაც ქრისტეს გამყოლს ნიშნავს. ესეთი სახელი დაირქვა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ის ყოველთვის ცნობილი იყო თავისი აი ამ სახელით ვიცით. მლევრებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავა, თუ როდის დაიბადა ქრისტოფორე კასტელი. დაიბადა იგი სხვადასხვა თარიღები გვაქვს და მკვლევარები ერთმანეთს ეტავებიან, არა ამ დროს, არა იმ დროს. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, როდესაც 1648 წლის 27 აგვისტოს პატრი ესე იგი კლემენტე გალანოსათვის გაგზავნილი წერილში კასტელი წერს, რომ მე თუმცა მწუხარე და ცოდვილი დავიბადე წმინდა 1600 წელს. შემდგომ წელს შემისრულდება 50 წელი, რომელიც ცუდად შემომეხარჯა. აი
მე არ ვიცი ახლა ეს წერილი რატომ არ მოხდა კვლევრების ხელში და სადაც აი პირდაპირ წერს თვითონ როდესაც დაიბადა იგი. ცალად გარკვეული არ არის ტერამო კასტელის დაბადების ადგილი. აი ჩემს მიერ წეგან დასახელებული კოტონო არ ლაპარაკობს კასტელის მშობლებზე. მხოლოდ აღნიშნავს, რომ ის იყო გრაფ გალიანის ძმის შვილი. მე ერთი რამ მინდა მოგახსენოთ, რომ თეატინელები, აი ეს ორდენი, კათოლიკური ორდენი, სრულიად განსხვავდებოდა სხვა ორდენებისაგან. ეხლა მე ამისი გრაფობა მივიძგა, რომ აი ეს პატარა კომენტარი გავაკეთო. თეატინელების ყველა წევრი, როგორც პატრები, ასე ეგრეთ წოდებული ფრატრები, ძმები, ყველანი იყვნენ ძალიან მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები. ესე იგი, პირდაპირ, როდესაც ვინმე მოინდომებდა შესვლას ამ ორდენში, მას უნდა წაეღმოედგინა თავისი წარმომავლობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები. თუ ვინ გრიგორიო კასტელი და აი მისი ესეც დიდი საბუთი იყო. რა შეიძლება დედის შესახებ მე ცალკე მოგახსენებ. რა თქმა უნდა, ისიც მაღალი წარმოშობისა გახდა. და აგერ აი ეს ხალხი ჩამოვიდა საქართველოში. პირველი მისია თეატინელებმა დაარსეს საქართველოში და კერძოდ აი ამ ქალაქში. ესენი იყვნენ საოცრად განათლებული ხალხი. ახლა რომ ჩამოვთვალო მე მარტო ჩვენ ვისაც ვიცნობთ თეატინელ მისიონერებს, კასტელი, არქანჯელო ლამბერტი, ჯუდიჩე და ეს ყველა მიწრო წიგნები დაგვიტოვეს ჩვენ საქართველოს შესახებ, აი იქიდანაც ჩანს როგორი განათლების მატარებლები იყვნენ ეს ადამიანები. და აი კასტელისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი წარმომავლობა ჰქონდა და მას შეეძლო რომ შესულიყო ასეთ ორდენში. ერანუს მშობლებზე ცოტა რამეა ცნობილი. მისი დედა სახელად ჯერონიმა, ქრისტეფორე კასტელი მხოლოდ აი ამ ჯერონიმას მხოლოდ ერთ წერილში აღნიშნავს, რომ მისი მეორე ბიძა, ესე იგი დედის ძმა, იყო მარკიზი დელა მოტა. ესე იგი დედის ხორილაც ესე იგი არაფერი გადაუდგებოდა, ისეთი წარმოშობა ჰქონდა. მაშასადამე კასტელის დედაც მაღალი საზოგადოებიდან იყო და მნიშვნელოვან ფეოდალურ გვარს ეკუთვნოდა. ჯერონიმაზე ზოგიერთ ცნობას ნახულობთ კასტელის წერილებში, რომლებსაც მოგვიანებით გავეცნობით. კვლევრები არაფერს წერენ კასტელის ბიოგრაფიაში მის მამაზე. არც ერთი ბიოგრაფი არ ლაპარაკობს ვინ იყო მისი მამა, კასტელის მამა. სულ ყველა აი პირველი ბიოგრაფია ვინც დაწერა იქიდან მოყოლებული, თქვენ წარმოიდგინეთ მე-20 საუკუნის ბოლოსაც კი არავინ არ წერს რომ მისი მამა ვინ იყო. ნუ ამან ჩემში რა თქმა უნდა გარკვეული მოსაზრებები წარმოშვა და იმ მოსაზრებებს სხვა დროს მოგახსენებ. ახლა ერთი საინტერესო დოკუმენტი არის მოღწეული სწორედ 1632 წლის 36 წლის დეკემბრიდან. და როგორც კასტელი წერს, ესო შევადგინე 32 წლის
ბოლო დღეს, ესე იგი 31 დეკემბერს. აი აქ ამ დეტის დაწერის ეს ორი ახალგაზრდა იყო, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ბევრი ასეთი მაღალი წარმოშობის ადამიანებისათვის ჩვეულებრივია დღესაც კი რომ დაწერონ ამ დეტი უნდა არსებობდეს. ხოდა აი ეს ამ დეტი შეიცავს ძალიან საინტერესო ინფორმაციას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს მისი ბიოგრაფიის შესახებ. კრისტოფორეს ბიოგრაფები, როგორც მოგახსენეთ, არ ლაპარაკობენ მის მამაზე და მას საერთოდ არ ახსენებენ. როდესაც ტერანოს დაბადებაზე ლაპარაკობს დონ გაეტანო მარია კოტონო, წერს რომ ის იყო გალიანოს გრაფის ძმის შვილი. მამას კი არ ახსენებს. ამ დროს ეს გალიანოს გრაფი არის ამისი ბიძა. ხომ, კასტელის ბიძა არის და იმ კაცმა სერიოზული როლი ითამაშა საერთოდ კასტელის ცხოვრებაში. მაგრამ ამ მამა არჩევს. ალბათ საყურადღებოა, რომ ქრისტოფორეს მიერ სხვადასხვა დროს შედგენილ ამ 47 წერილში, როდესაც იგი ლაპარაკობს თავის დედა ჯერონიმაზე, მამას ჯაკომოს მხოლოდ ერთხელ ასახელებს. მაშინ ვიგებთ მის სახელს. ამ პატარა წერილისათვის აქამდე მკვლევრებს ყურადღება არ მიუქცევიათ. ესე იგი, სადაც არის დასახელებული, თვითონ ასახელებს თავის მამას. ეს არის ის ძმას დონ კოლას, ასევე დონ კარლო ვალგამერას, სტეფანო ბიანკოს, ბიძებს გენუაში, ნეაპოლში და ასე შემდეგ. არ ამაქვს დრო რომ წერილები გავაგზავნო, რადგან ყველას მათ ძალიან ვალში ვარ. აი ეს პატარა სულ რამდენიმე წინადადებიანი წერილი ში არის ნახსენები. დანარჩენს მე არც მანამდე, არც მის შემდეგ აღარ შევხვედრივარ და როგორც ჩანს, არც სხვებს არ უნახავთ ეს წერილი. ამგვარად ქრისტოფორო კასტელის მამის სახელი სხვათა შორის ეხლა გამახსენდა მე და იქ საბრაცას უნდა ჩავამატო, რომ თვითონ ვინც ეს წერილები გამოაქვეყნა, ისიც წერს, რომ მისი მამა არ არის ცნობილი. ხოდა აი მით უფრო საკვირველია. კასტელი თავის დედას ქრივად მოიხსენიებს 1648 წლის 12 ივლისის წერილში, რომლის ადრესატია კლემენტე გალანო, მაგრამ არ ჩანს როდის დაქვრივდა ჯერონიმა. არსად არ წერია. მხოლოდ 48 წელი ეს ის დრო არის, როდესაც ესე იგი ჯერონიმამ მოსთხოვა თეატინელთა ორდენის ხელმძღვანელებს, რომ დააბრუნეთო ესე კასტელი საქართველოდან, იმიტომ რომ მე ქვრივი ვარ და შვილი ეგერთი მყავს. ახლა ესეც ძალიან საოცარია, რატო იცით? ახლა სხვა წერილებიდან ვიცი, რომ ჯერონიმას ყავდა სხვა შვილი, ვიცი. და გამახსენდა ის ქართული ტრადიცია, როდესაც კაცო შეეკითხებოდი, რამდენი შვილი ყავსო და გიპასუხებდა ერთი შვილი და ორი ქალიშვილი. ხო, აი დაახლოებით ეთქობა, როგორ ჩანს ესეთი მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. და ესე იგი ქალიშვილები ყავდა, როგორც ჩანს. არქანჯელო ლამბერტი სწორედ აი 48 წელში
განთავისუფლეს და ეს რომ გაიგოს სწორედ მისი ახლობლებმა ეთქობა, მაგრამ ის ძალიან მოაჩანს, რომ ის ვითხოვდეს დააბრუნებს ჩემი ძმისშვილი. მაგრამ ეს დედის მოთხოვნა კი ჩანს. და ამ სწორედ უბიძგათ მათ, რომ რადგანაც ლამბერტი განთავისუფლეს, ალბათ ჩვენიც განთავისუფლება შეიძლება. მაგრამ ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თითქოს ვინმე ძალით აკავებდა მათ საქართველოში. თავისუფლება უნდა ყოფილიყო, თუ მომინდომებდა, რომ მე უნდა დავბრუნდეს სამშობლოში, რა თქმა უნდა ის დაბრუნდება. ხოდა თვითონ კასტელმა როგორც შანსს არ დაუჭირა ამ მოთხოვნას. და ამბობდა, რომ მე აი აქ უნდა მოვიდე. საქართველოში უნდა მოვიდე. სანამ ძალა და ენერგია უნდა ვემსახურა, რომ ისეთი რამეები აქვს დაწერილი საქართველოს შესახებ, რა თქმა უნდა კრიტიკული ძალიან ბევრია, მაგრამ კრიტიკასა და სიყვარულს შორის ხომ არის ძალიან დიდი განსხვავება. ხოდა აი სიყვარულიც ჩანს და აი ეს კრიტიკა სწორედ იმის გამოხატულია, რომ მას უნდა რომ საქართველო იყოს კარგი, ბედნიერი ქვეყანა. მან ხუთ მუხლად ჩამოაყალიბა სხვათა შორის თავისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელსაც მე წიგნის სატიტულოს მერე მოვათავსებ უაღრესად საინტერესო. ესე იგი, რა დაემართა ამ დიდ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოს ამარაგებდა თავისი გონიერი ადამიანებით და დღეს ვერ ვრებს დემს გახსნას. ხოდა ერთის რომელიც თავის ფილოსოფიურ აზრებს ქართველებზეა ლაპარაკი აფცელებდნენ აზიას. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესოა ყველაფერი, რასაც კასტელი ცუდსაც და კარგსაც, რა თქმა უნდა, ცუდსაც ბევრსაც, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ გასწორდეს ეს. ახლა ტყვეთას ყიდვაზე ისეთი რამეები აქვს ნათქვამი და ისევე როგორც სხვა მისიონერებს. საზღვარი დავდო 32 წლის შემდეგ, როცა ის გორში გახდა სრულუფლებიანი წევრი და შეუერთდა ეკლესიას, რაც ნიშნავდა, რომ ის გახდა უკვე სასულიერო პირი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის იქნება ჩემს მიერ ხსენებული როგორც კასტელი, როგორც ქრისტოფორო კასტელი. და მისი სწავლის საკითხი, რა თქმა უნდა, ბუნდოვანია. და ახლა რატომ იცით? იმიტომ რომ კასტელი მის ახლობლებს უნებრივია უნდათ, რომ რაღაცა კაცი უნდა გამოსულიყო და ეს კიდევ ბავშვობიდან მიდრეკილება ჰქონდა თეოლოგიური ცოდნისაკენ და სხვათა შორის მე მაქვს საკმაოდ მასალა იმისა, როგორ იტანჯავდა თავს, როდესაც მისიონერობა ბავშვობიდანვე ჰქონდა ჩანერგილი და იტანჯავდა თავს, რომ მერე გაჭირვებაში არ გაჭირვებოდა. ხოდა ამის სისტემატური მარხვები, ფიზიკურად საკუთარი სხეულის წამება, ჯაჭვების ტარება და ძალიან ბევრი რაღაცებს აკეთებდა. და ბავშვი იყო, როდესაც იტარებოდა და აპოლიაში ბავშვები ყავდა შემოკრებილი, რომლებსაც თვითონაც ბავშვი, რა თქმა უნდა, რომლებსაც აი ღვთის სიდიადეზე ელაპარაკებოდა. ხოდა აი იმას გავუმხილდა, რომ მე მიდიყვარო და წავიდა დახეტიალობდა ამის შემდეგ. მერე შეამჩნიეს ეს კაცი, რომ ასეთი და ასეთი და როდესაც საქართველოში უკვე იყო ჩამოყალიბებული ავგუსტინელების ორდენის მისიონერები უკვე იყვნენ და სხვათა შორის ისინიც მხოლოდ გორში იყვნენ და გორიდან წავიდნენ კიდევაც შემდეგში. სად რა იყო,
ხალხის მოქმედება, ვაჭრებიც არის ლაპარაკი, თეიმურაზეც არის ლაპარაკი და ასე შემდეგ. და მე თვითონ ამისი ვერსიები, რამდენი ვერსია შექმნა ამ ესკიზები ან გორის ციხესთან დაკავშირებით, ხო ეს ყველაფერი ჩვენთვის რა თქმა უნდა გორელებისთვის საინტერესოა. მე აქ კიდევ ვინ დახატა გორში გააკეთა, მაგრამ მალე წავიდა გორიდან. მალე წავიდა, იმიტომ რომ მას როგორც თვითონ წერდა, მას არ შეეძლო იმ სიტუაციაში ყოფნა, რომელიც შეიქმნა მუსლიმანების გორში გაბატონებით. და ამის შემდეგ ეს უკვე 33 წელს მოხდა და ამის შემდეგ მან მიატოვა და გადავიდა გურიაში. ხო. არა დიდი. დიდი იყოს იყოს გოიცით რა წეჭირდება. არა უფრო თუ პატარა იქნა დიცას გამოევლება. შუდას ბერგია. გორის მუნიციპალიტეტი მერია რასაკეთებს? მაგას დაგზარდება. ბატონო და შიგნი კასტელზეა. ბიოგრაფია. არა, სხვა გორის სხვა. მე ასეთნაირად დავარქვი. წინსე ერქმევა ქრისტოფორე კასტელი საქართველოს ისტორიის ქრონიკის ფერწერული ქრონიკის შემქმნელი. იმიტომ რომ ფაქტიურად მან მთელი საქართველოს ისტორია და მაშინდელი და კულტურა ეთნოლოგია ყველაფერი დაგვიტოვა ნახატების სახით. მაგრამ აი ახლა მე თუმცა შეიძლება მე მგონი ცოტა ხანს მოიწმეს მე უდიდესი დარტყმა მან საბოლოოდ მოიკრიბა ძალები და ზოგიერთი ნახატისა და ესკიზის აღდგენა შეძლო. გადმოცემის მიხედვით მან თავისი გარდაცვალების დროც კი წინასწარ მეტყველა. 1659 წლის 3 ოქტომბერი და სწორედ ამ 3 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა დიდი პატივით აღესრულა. იმდენად მრავალი ცნობილი და დიდებული ესწრებოდა მის დაკრძალვას, რომ ჭირისუფლები იძულებულნი გახდნენ მისი ეს დაკრძალვა 2 დღით გადაედოთ. რათა ყველა მორწმუნეს მშვიდად მიეგო მისთვის პატივი. მისმა სასწაულებმაც ეს დღე კიდევ უფრო შეავსეს. იყვნენ ისეთებიც, ვინც მისი სამოსლის ნაჭრებსა და პატარა ნაწილებს თითქოს ძვირფას მარგალიტებს ისე იტაცებდნენ. ეს კოტონოს სიტყვებია შეიძლება. კოტონოს მიხედვით ქრისტოფორე კასტელის ცხოვრება აღწერა იტალიურად ცისტერციანელმა მონაზონმა ჯოზეფ ბარტოლოტამ. მაგრამ ეს მხოლოდ ხელნაწერი არის დარჩენილი აი იმ არქივში რამდენჯერმე რო ვახსენეთ. მისი ხელნაწერი ამ ხელნაწერთან ერთად კიდევ იქ სხვა ხელნაწერებიც არის, მაგრამ აი ერთი საინტერესო ფაქტი. ისიც 20-იან წლების დასასრულს. ესე იგი, როდესაც კასტელი ჯერ სასულიერო პირი არ არის, აი ამ დროს მან დაწერა მედიტაციები და ორაციონი ჯაკულატორი. ესე იგი, რა არის იცით, აქ არის ქრისტეს ვნებების შესახებ. აი ეს ნაშრომი. და იგი დაიბეჭდა, მაგრამ ესე იგი თვითონ ავტორისა და ბეჭდავის შეთანხმებით იგი აღარ გავრცელდა. იმიტომ რომ ისეთი რაღაც მომენტებზე იყო გამახვილებული, მე ახლა თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ რაზე საითკენ იყო წაყვანილი ქრისტეს ვნებები, აი ეს როგორც ჩანს მიუღებელი და ჩათვალეს და აღარც გავრცელებულა. ერთი რამეც მინდა გითხრათ, აი ეს ნაშრომი
შემდეგში კასტელმა ქართულად დაწერილი მიართვა გურიელს. მალაქია გურიელს. მაგრამ როგორც ჩანს ეს ქართულიც და ლათინურიც ორივე ტექსტები დარჩა იმ არქივში. ესენი როგორც ჩანს მე აღარც იმისთვის გადაუცია და აღარც იმისთვის. გამოსაცემად მოამზადა კიდევ ასეთი ჟანრი ღვთაებრივი სიყვარულის სინაზე. ეს წიგნი მიუძღვნა მან ელენე ათაბაკს. ახლა ინტრიგა ძალიან საინტერესო არის. შეიძლება თქვა წინასწარ, რომ ასეთი არც ელენე არსებობდა და არაფერი. მაგრამ ეს იყო მისი ფანტაზიის ნაბუდი. მე ცალკე მექნება შემდეგში მსჯელობა რა აზრების შემქმნელი იყო, რა ისტორიების შემქმნელი იყო კასტელი. მე რომ ვახსენე 47 წერილი, მე შემიძლია მთელი გაბედულობით თქვა, რომ მე ძალიან მეყარება ეჭვი, რომ ეს წერილები მივიდა ადრესატებამდე. სადიდებლად რომ არის დაწერილი. ჯემალი არ მოვიდა რა? ატუნ ჯემალი ავტორია? არა, კაცო. ლათინურია. ეს მე წყარებები გავაკეთე და ჯემალი ინჯიას გალექსა იმან. და აი აქ ნახავთ თქვენ რომ აი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები არის. ქვეყნა ჯვრიანი დროშის ფრიალით ცნობილი კაცი ქრისტეფორე კოლხეთში ეძებს სულიერ მამებს კოლხური ენით. მან წვიმანეთ იწოდა ქართული და სხვათა შორის ენები იწოდა ისედაც განათლებული. ხო და თვითონ წერს რომ ძალიან უკვირთო ქართველებსო, როდესაც მე ლაპარაკობ ქართულად და ვწერ მათ ორი დამწერლობითო. ესე იგი, მხედრულითა და ნუსხახუცურით. აი ესეთი ის და მეო ეს ძალიან მადგებაო რაღაცების გასაკეთებლადო და ასე შემდეგ. ხო, გავაუწევთ ისე. ებნება მოციქულთა მსახურებაში მას რწმენისადმი ავდადება აქვს იარაღად. აქ ჩქებს სიცოცხლე გულმართალი კაცი და ქალი კვიდრობს აქაც. ღვთისმოსალობა ადემინებს უცნაურობებს კოლხების გულის და გონების დასაპყრობად. უთვალავი გზით, მაგალითად უკვალავი გზით მიდის ხალხის გულებისაკენ წმინდა ღვთიური დოგმების ასახსნელად. ამ ხელს ბერძნების შეცნომებს და პირდაპირ ბრალსდებს დანაშაულში. ბერძნები რატო? მათემატიკებლები იყვნენ და ისევე როგორც ქართული ეკლესიას ებრძოდნენ კათოლიკე მისიონერები და ცდილობდნენ რაღაცა მაგისტრის იყვნენ ჩამოსულები ყოველდღე. ხალხს მოუწოდებს წინ აგუდგეს რელიგიურ განხეთქილებას, ამისათვის იგი განიცდის დევნას, მუქარას და უშიშრად იწამს წევლა კრულვას შეურაცხყოფას. მან წმინდა წყალში ათასობით კაცი მონათლა და იმ წყლის ტალღებს გააყოლა ცოდვილ მეფეთა უამრავი დანაშაული. ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ ქრისტოფორე აუარება სასწაულის მოხდენის გამო დაიმსახურა მრევლისაგან თიკუნი ღმერთი. მადლობა ბატონო და შემდეგი მომხსენებელი ბატონი მალხაზ მაცაბელიძე საქართველოს დამფუძნებელი კრება და გორის მიწისძვრა. ის თუ რომელ მიწისძვრაზე 1920 წლის თებერვალზე ისმენთ ბატონო. პირველ რიგში გილოცავთ 90 წელს ამის
მუზეუმის. ჩემდა სამართლით მინდა ვთქვა, რომ გორში ბევრი ყოფილა, მაგრამ მუზეუმში მეორედ ვარ მარტო სამწუხაროდ და ამის შემდეგ ქალაქგანათლება გამოსწორებული და გორში ყოველ ჩამოსვლის დროს მუზეუმში მოვა თუ მეგრე. ეხლა მოხსენებასთან დაკავშირებით. პრეზენტაციას მაქვს მე აგერ არის, მაგრამ ორი დანგრეული სახლი უნდა განახოთ და წარწერები დანგრეული სახლის არ მინდა და წარწერებს დაციქცერია ეპირატულ გასცენებ. გორის 1920 წლის 20 თებერვლის მიწისძვრა ერთ-ერთი უძლიერესია, რაც კი საქართველოში მიწისძვრა მომხდარა, რაღაცა ცხრილიც აქვს შემუშავებული, რამდენად მართებული არ ვიცი. პირველ ადგილზე იქ არის რაჭის მიწისძვრა 1991 წლის 26 აპრილის, მეორე ადგილზე სიმძლავრის მიხედვით თმოგვის მიწისძვრა 1088 წლის, მესამე მეოთხე ადგილები დაახლოებით თანაბარი არის ახალციხის მიწისძვრა 1899 წლის და გორის მიწისძვრა 1920 წლის 20 თებერვლის. 9 ბალიანი მიწისძვრებია. გორის მიწისძვრის ეპიცენტრი ხიდისთავი იყო 9 ბალი და გორში იყო 8 ბალი. და სადღაც ძლიერი მიწისძვრა იყო, დიდი არეალი მოიცვა. გორის მიწისძვრაზე მაშინ ბევრი დაიწერა, ასვისთავზე ასევე სტატიები დაიწერა. მე იმ ასპექტზე ვისაუბრებ, რასაც ნაკლებად შეეხნენ. დამფუძნებელი კრებაში რა რეაქცია მოხდა გორში დატრიალებულ ამ უბედურებას. 1920 წლის 20 თებერვალს მიმდინარეობდა დამფუძნებელი კრების 99 სხდომა 12 საათზე დაიწყეს. შეუძლებელი რიგითი საკითხები იყო და აი 14 საათსა და 45 წუთზე გამოდიოდა ფედერალისტი სამსონ დადიანი. და ოქმი როგორ თავდება. ამ დროს მიწა იცრა. დარბაზში დამსწრეები ისე გარედან დამსწრეები წამოხდნენ და გარბოდნენ. დამფუძნებელი კრების წევრები ფეხზე ადგენენ. მომხსენებელმა სიტყვა შეწყვიტა და თავმჯდომარემ ალექსანდრე ლუთანციძემ გამოაცხადა სხდომა დამთავრებულიო და ყველა გარეთ გამოვიდა. 6 ბალი იყო და მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, სადაც იმართებოდა დამფუძნებელი კრების სხდომები, ეს გვარიანად იგრძნობდა. გორში კი ძალიან დიდი უბედურება დაატრიალა ყაბალიანმა მიწისძვრა. როგორი იყო დამფუძნებელი კრების რეაქცია? იმავე დღეს შეაქნეს კომისია, ფრაქციების წარმომადგენლები და პრეზიდიუმის 2 წევრი სასწრაფოდ გორში უნდა გამგზავრებულიყო, რათა ადგილზე ენახა შექმნილი ვითარება. მერე 24 თებერვალს შედგა სხდომა, სადაც აი ამ კომისიის მოხსენება ალექსანდრე ლუნთაძიძემ, ესე იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგმა წარმოადგინა, რომელიც ხელმძღვანელობდა ხოლმე დამფუძნებელი კრების სხდომებს. ის ამბობს, რომ მხოლოდ მეორე დღეს შევძლებითო სამწუხაროდო გორში წასვლაო და აღწერს იმ მძიმე სურათს, რაც მათ ადგილზე დახვდათ. აი ამ 24 თებერვალს შედგა დამფუძნებელი კრების 90-ათე სხდომა და პირველ საკითხად გადაიტანეს გორისში დაზარალებულთათვის დახმარების გაწევისთვის გარკვეული თანხის გამოყოფა. ეს იყო 20 მილიონი მანეთი. ახლა მილიონი ჟღერს, მაგრამ იმ გაუფასურებულ კურსს თუ გავითვალისწინებთ, ბევრი არაფერი იყო. ეგ მინისტრი რაჟენ არსენიძე გამოვიდა და იუსტიციის მინისტრი, რომელიც სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობდა დაზარალებულთა დახმარებისათვის, თქვა, რომ ეგ ცოტა არის. ცოტა ეწყინათ დამფუძნებელი კრების წევრებს, მაგრამ შესაძლებლობებიც არ იყო ქვეყნის დიდი და მარტო თანხობრივად ნუ შეხედავთ ამას, რომ კიდევ იყო მატერიალური დახმარება გაწეული და თუ ამას გავითვალისწინებთო, ეს ადისო 60-80 მილიონ მანეთამდეო რა პირველადი დახმარებაც არის გაწეულიო გორისთვისო. ეხლა
ეს თანხმობრივად რო შევხედოთ, არა იმავე სხდომაზე 40 მილიონი გამოუყვეს თავდაცვის უწყებას რაღაც საქმისთვის და კიდევ 58 მილიონი გამოუყვეს იმავე თავდაცვის უწყებას კიდევ სხვა საქმისათვის. ანუ საქართველოს ბიუჯეტის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბიუჯეტის მესამედი თავდაცვის სფეროსკენ მიიმართებოდა, მაგრამ თვითონ თანხები, რაც გააჩნდა ქვეყანა ძალიან წირი იყო და შესაბამისად გოლისთვის ეს სახელდახელო პირველადი დახმარებაა ეს 20 მილიონი მანეთიო, რაც გამოყავითო. გამოვიდა ფრაქციის სახელით ჭენკელი, რომელმაც თქვა, რომ აი ეხლავეო დღესვეო უნდა შევაგროვოთ დამხმარებელი პრების წევრებმა ფულიო ჩვენი სარგოდანმა ხელფასიდან თითოეულმა დეპუტატმა 1000 მანეთი უნდა გაიღოსო და დღესვე 130,000 მანეთი დამხმარებელი პრების სახელით გაიგზავნოსო ბორის ჯონსის გადარაცხებულთა დასახმარებლად. ეს აგეთაც ხაზია თვითონ დამხმარებელმა პრებამ რა დაგინილება მიიღო. ერთი ეს 20 მილიონი მანეთი, რომელიც მატერიალური სხვა დახმარებები რაც გაწეული იყო ადიოდა 60-80 მილიონამდე. შემდეგ კიდევ მთავრობას მოუწოდეს, რომ სახელმწიფო საწყობებში რაც გვაქვს, მარაგი, ხეთყე იქნება, ჩასაცმელი იქნება, საჭმელი იქნება, გაეციოთ დახმარება დაზარალებულთა რაოდენობა 70,000-მდე შეფასდა, რადგან ეს პირველი დღეებია, როდესაც აღწერდნენ შექმნილ ვითარებას და კიდევ წინადადება, რომ დაზარალებულებს ყოველგვარი გადასახადი მოეხსნა. რომ არანაირი მათგან გადასახადი აღარ იყოს აკრეფილი. ახლა ვითარება რაც აი რაიონში დაზარალებულ რეგიონებში იყო შექმნილი, იყო მძიმესი, რაც ამ ადამიანებმა ნახეს, ნანგრევები, თოვში მოყოლილი ხალხი, მოხუცი ქალი, რომელიც ტირილით ცდილობდა რაღაცეების თოვლის გადახვედას, აქ ჩემი შვილი არის მოყოლილიო და სრულიად დანგრეული გორი. აი რაჟენ არსენიძემ სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ესეთი სურათი. გორში აი ამ ტექნიკური დათვალიერების შედეგად, სახლების შესწავლის შედეგად 5 სახლი შეიძლება გამოვყოთო, სადაც შეიძლება ვთქვათო, რომ თავზე ხელარდებული ადამიანი შევიდეს და ღამე გაათიოს. კიდევ 50-მდე სახლი შეიძლება გამოვყოთო, სადაცო მის პატრონსო შეიძლება უფლება მივცეთო, რომ შევიდესო და ბარგი და ხაბაკი გამოიტანოს. ნივთები და ხაბაკი გამოიტანოსო სახლიდან და დანარჩენი სახლებში ეს არ შეიძლებაო, თუმცა ძალით შედიანო, თვითნებურათო და საფრთხის შემცველიაო და ზოგიერთი ქუჩა ისეთი არისო, რომ დაზნექილი სახლების გამო ვიგავლა არ შეიძლება. გორი ფაქტობრივად აღარ არსებობს. და ხალხის განწყობა როგორი არის? სოფლებში დანგრეულ ყიდის თავში მეზობელ სოფლებში ხალხი ამბობს მამა-პაპისეულ ადგილს არ დავტოვებთ. აქ მიქნებით და აქ ავადგენთ ყველაფერს. გორში სხვა ვითარება. მიწისძვრები პატარა გრძელდება, მაგრამ პატარა გინდა 60 ბალიანი მიწისძვრა დანგრეულ სახლს თუ დაანგრევს და თან ხალხში გავცელდა ხმა, რომ ეხლა აქ ვულკანი ამოიფრქვევა. გორშიო და აგაჩერება არ შეიძლება. წავედით გორიდან ყველანი და ეხლა აი ამ ქალაქშიო დარჩენილია დაახლოებით 2000 ადამიანი. ახლა საწაუყანოთ ეს ხალხი ხო ზამთარია ცივა გარეთ ვერ გაჩერდებიან. ჩვენ ვიფიქრეთო თავიდან დამფუძნებელი კრების კომისიის წევრებმა, რომელმაც ადგილობრივი კომიტეტი შექმნეს აქ გორში აი ამ დახმარების გასაწევად. წაგვიყვანა ბორჯომში და ბაკურიანში, იქო სააგარეკე სახლები არისო, თავისუფალი ეხლაო და იქ შევიყვანდითო. მაგრამ შეშა არ არისო, საჭმელი არ არისო, მისაწოდებელი იქნებაო და ხალხს იქ წასვლა არ უნდაო თვითონ გორელებსო. ზოგმაო რაიონებში, სოფლებში შეაფარა თავიო, სადაც ახლობლები ყავდათო და უმეტესი ნაწილი თბილისში მოდისო, მატარებელი ჩამოდგება და თბილისში მოდიან და ჩვენ უბრალოდ ხელი აღარ შეუშალეთ ამ ხალხს, ვისაც უნდა, სადაც უნდა ის წავითეს. პლუს დახმარების გაწევა დაზარალებულებისთვის
და მე ჩენკელიც ამბობს, რომ აი კი გორი დაინგრა, ამბობენ გორი აღარ არის, მაგრამ ქართველი ხალხის ნებაა, რომ გორი აღდგეს, გორი აშენდეს და ეს ქალაქი არსებობად გააგრძელებს. ეს არის ჩვენი საქმე. კი, ეხლა დღეს საერთო ეროვნული გლობია დრო ვიდგას, მაგრამ მთელი საქართველო გორის დაზარალებულებს დაეხმარება და აღშენებობაში მიიღებს მონაწილეობას. ეხლა რა დაგვიჯდება გორის აღდგენა? ალბათ დღევანდელი კურსით თუ ვიანგარიშებთ, მილიარდები დაჯდება. ეს თანხა არ აქვს. და ამიტომ მოდიო გავაგზავნოთო გორშიო ფოტოგრაფებიო, სინემატოგრაფიო, რომ გადაიღონო შექმნილი ვითარებაო და მეზობელმა ქვეყნებმაო და დასავლეთ ევროპამო და ამერიკამ ეგებ გაგვიწიოს დახმარება. ეხლა გვეხმარებიან, მაგრამ თუ დავმახმარებას მივიღებთ, რასაკვირველია. მაგრამ მაშინ ჩვენი მეზობლები თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი დიდი დამხმარე არ იყო და არც ევროპა იყო კარგ დღეში, მაგრამ იტალიის მისიამ თბილისში რო იყო პირველი დახმარება დასწია ამასთან დაკავშირებით და დამფუძნებელმა კრებამ ეს მოწოდება საერთაშორისო დახმარება აღმოგვიჩინეთო და ასთავარია მიიღო მოწოდება დაავალა პრეზიდენტს დამფუძნებელი კრების სახელით საქართველოსადმი რომ ყველა კუთხეს, ყველა მხარეს თავის შესაძლებლობიდან გამომდინარე დახმარება გაეწია ჩვენი დაზარალებული მხარისათვის. და აქ კიდე რას აღნიშნავენ, რომ აი დანგრეულ სახლში ჩანს ნივთები. ჩანს მაგიდაზე ძვირფასი სამოვარი, არის სამოვარი როგორ უნდა იყოს ძვირფასი, მაგრამ ესე წერია ძვირფასი სამოვარი, მაგრამ მაროდიორები არ არის. არავინ არ ყაჩაღობს გორში. არა და აღნიშნავენ ცალკე გვარდიის და სამხედრო ნაწილების ვაჟკაცურ მოქმედებას, რომლებიც გორში დაზარალებულებს მხარს უჭერდნენ და კიდევ ბრძანება ჰქონდათ მიღებული მაროდიორები ადგილზევე დაეხვდათ. მაგრამ არ იყვნენ ეს მაროდიორები და ნივთებს არავინ არ იტაცებდა, რაც ამ დანგრეულ სახლებში ჩანდა. უბრალოდ ოჯახის პატრონები, ოჯახები რო გახიზნეს, ჩამოდიოდნენ და ცდილობდნენ ამ დანგრეულ სახლებში შესულიყვნენ და გამოეტანათ რაღაცა თავიანთი ნივთები. აი ეს იყო ის რეალობა, რომელიც სით აღმოჩნდნენ გორელები და გორის მდებარე სოფლების მცხოვრებლები და დამფუძნებელი კრების პირველი რეაქცია აქ დატრიალებულ ტრაგედიაზე, რამდენი უბედურება გადავიტანეთო ესეც ითქვა და ჩვენ მოგვიწია ეხლა კიდევ აი ამ სტიქიით მოყენებულმა ზარალმაო, უდიდესმა ზიანმაო და აი ამ სტიქიამ ჩვენს ეროვნულ სულშიო სტიქია უნდა გამოიწვიოსო, რომ ეს დავძლიერთო ეზარალი რაც გორს მიადგაო. კარგი იქნება ამით დროსთან დაკავშირებით მუზეუმში რომ პატარა სტენდი იყოს და იმ სოლიდარობის სამსახველი, რაც მინდვრენდელმა ქართულმა საზოგადოებამ ამ მიწისძვრის შედეგების დასაძლევად ისე საერთაშორის თანგილად საკითხდება ამათ არქივში არის აი სწორედ მიწისძვრის დროინდელი კათოლიკური ეკლესიის ციგნი რო ჰქონდათ ხოლმე თავიანთი მრევლის ხო და იქ რამდენიმე გვერდზე წერია ის წუთები, როდესაც მიწა პირველად იმცა. აი უტლებმა ეს და საინტერესო არის თვითონ ჯერ თავიანთ ეკლესიაზე ამბობენ აი ეს გასკდა იქ კედელი ეს გამოხდა ის. მე სასაფლაოს შესახებ. საფლავის ქვები შეტრიალდა. ისეთი საოცარი ძალის მიწისძვრა იყო. გორის მიწისძვრაზე ბევრი დაწერა ქართულმა პრესამ. ძალიან ბევრი დაწერა. შემდეგ მოგონებები არის. პირველი მიწა იძრა ღამე იყო. რაღაცა 2-3 ნახევარი თუ რაღაც უთები იყო. როგორც იცისხონდე. ვიღაცა კაცის მოგონება გაზეთს კითხულობდიო და დაძინებას ვაპირებდიო და მაშინ იყო ეს ყევაო საგზნობიო. და მე ძირითადი მიწისძვრა დღისით მოხდა 14 საათი 45 წუთი, რომელიც დამანგრეველი აღმოჩნდა
თებერვალს ძალიან ციურ და თოვლი იყო და სვეტლი რა სვეტლი დაახლოებით 200-მდე ადამიანი დაასრულა. აი ხიდისთავში 59 ადამიანი პირველ ცნობებს გეუბნებით, რასაც ასახელებდნენ, გამოიყვანეს ჩემი სოფელი გახდა ხიდისთავი და მე ხლა მაშ აღვნიშნე, როდის ვიხდი ბატონო ვაქრას, თქვენ რაც ბრძანეთ, ჩვენ 100 წლის თავზე გქონდა სერიოზული თუ შეიძლება შეხვედრა ღონისძიება როგორ უნდა ვუწოდოთ მიწისძვრის 100 წლის თავს ბატონო და ბრძანდებოდით გამოფენად ჩვენთან ფოტოებიც დაცული გახლავთ ის გამოფენაც ჰქონდა გაკეთებული მოხსენებებიც წაიკითხეს ჩვენმა კოლეგებმა ვისაუბრეთ მოგონებებიც იყო თუ ვინმეს რამე პაპიდან ბებიდან ახსოვდა ისე რომ აი მუდმივი სტენდი არ გვიფიქრია იქ იმ ურბანულ სიტუაციაზე როგორ შეცვალა მიწის რომ ამაზეც გქონდა საუბარი თუმცა არ გვიფიქრია რომ მუდმივად იყოს ერთი სტენდი და ალბათ ვიფიქრებთ ამას და რაც შეეხება მე ძალიან ტრაგიკული ბმა მაქვს ამ ისტორიასთან უნდა ამ მიწისძვრასთან უნდა ვთქვა თუ არა ვერ გეტყვით მაგრამ რაღაცა არ უმალავ, ნამდვილი ქართველი ვარ. ამ მიწისძვრას შეეწირა ჩემი პაპის პირველი მეუღლე და მისი 6 წლის ვაჟი. და მე დაქორწინდა პაპა და დავიბადეთ ჩვენ. აი მეტირება ხოლმე. ისე თქვენთვის კარგი მოხდა. არა, ნამდვილად არ მოხდა კარგი, იმიტომ თქვი ტრაგიკული ბმა გვაქვს მეთქი ჩვენ. ამას ვამბობ. ხო, ისე რომ ახსოვთ ჯერ კიდევ გვახსოვს და რაღაცნაირად ჩვენ ხო ვეხმიანებით ხოლმე და თუ თქვენ კიდევ ერთხელ უფრო მეტი მასალით ალბათ დავგეგმოთ რაღაცა თებერვალში შესაძლებელი გვექნება აი მან თავარია ის სოლიდარობა რაც საქართველოს სხვადასხვა ყველგან გაჭირვება იყო მაგრამ დიდი დახმარება გაუწიეს როგორც არ ჩვენ წითელი ჯვრის ჯვარი რომ იყო პირველი ფოტო ბოში წითელი ჯვრის გამოჩენის ის ფოტოც გვაქვს წითელი ჯვრის წარმომადგენლები არიან გოში გვაქვს ეს. მაშინ შესაძლებელი მე დაიწყეს შეგროვება ძალიან ბევრი რაღაცა. ძალიან ძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე გორის ციხის ჩამონგრევა. რაც ჩათვალეს ძალიან დიდი ტრაგედია და ნიშნად გორის ციხე დაინგრევა. შემდეგ მთავრობის ეს წარმომადგენელი რაჯენ არსენიძე ამბობდა რომ ვიმუშავებთ ახლა ისეთ პროექტის სახლების შეაშენებაზე რომ ასეთ მიწისძვრებს გაუძლებს გორში. თუმცა სხვათა შორის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში 2 სართულიანი ან შემდეგ საბჭოთა პერიოდში 4 სართულიანი კორპუსები მეტი არ შენდებოდა თუ არ ვწდები ძალიან გვიან 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო 9 სართულიანი კორპუსების მშენებლობა. ეხლა დაიწყო ძალიან აქტიურად. გვაქვს ცნობები რომელმაც ქვეყანამ რა დახმარება გაუწია? სიმართლე გითხრათ ეგაღაცი აი სხვა რუსეთი, ხო? ქართველი ბოლშევიკები რა დახმარება? ქართველი ბოლშევიკები, ხო? არანაირი თვითონ მოსახლეობამ გააკეთა ბევრი რამ. ის შესაძლებლობები სხვადასხვაის იყო ბათუმიდან შეწირა, ოთიდან სადაც ეს წარმოება იყო თბილისელებმა და ასე შემდეგ შეიკრიბა ფული მაშინ. ერთი კარგი რაღაც გამახსენდა და თუ გინდათ გეტყვით. მაგ მიწისძვრასთან დაკავშირებით ეს ხალხი რო გაიქცა. არა, ქალაქიდან რო გაიქცა ხალხი. ხო და ბოლოს ერთი სომეხი ცხოვრობდა გორში, ლიმონას ეძახიან თურმე მეტსახელად. და აი ეს ძველი ხიდი რომ არის. ცოლმა შეაწუხა ძალიან. წავიდეთ, აქ ხო უნდა ჩავიფლათ, ეს ხო უნდა მოგვიდესო და ნუ კარგი ხო წავიდესო და აი ზეთხიდზე შეხვდა რომ საწინააღმდეგო მხარეს მოდის წერეთელი იყო ერთი ძალიან თვითონაც ძალიან ულამაზესი კაცი მე მახსოვს ის კაცი და თავისი ცოლი ეს ცოლი ხო კიდევ ულამაზესი ნუ თორმე საქართველოში იშვიათი იყო ისეთი კაცი ხო და შეხვდნენ ახლა გორილები ყველა იცნობდნენ ერთმანეთს და ლიმონო სად მიდიხარ იმ წერეთელმა უთხრა სადაო და აიო ხიდისთავში უნდა გავიდე თუ გაწვა ეშინია ვერ იმას შეშფება და თქვენ სად მიდიხართ ჩვენ გორში უნდა დავბრუნდეთ რატო
ხო იცით რომ მაინც ჩვენი ქალაქია. აბა წამოდი ახლა ცოტ უთხრა. წამოდი გამობრუნდი. ეს ხალი უნდა ჩაწვეს მიწაში და შენ დაიწოცხო. ახლა ისტორია საცხრაბარებო. არა, მაინც ის სოფელი იყო და სოფელში ნგრევა ნაკლებია ხო. სახლები ალბათ დედოფლგვიანი მიწურები იქნებოდა აქ. რა თქმა უნდა. კაპიტალური არავის არ იქნება. სურათები შემორჩენილია, გადაიღეს და მრავლად არის ამ თეთრად. მე მაინტერესებდა თქვენ ბრძანეთ სინემატოგრაფი გავგზავნოთ და რამე ფილი თუ გვაქვს აი ეს პირებში ძალიან გვიჭირს დამფუძნებელი კრების ხდომების გადაიღეს პირებზე დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერას, მაგრამ არსადაც ჩანს ეგეთი სამწუხარო. სამწუხაროდ არ ჩანს თორე კარგი იქნება. ფოტოები ჩვენს გვაქვს. დიდი მადლობა. მადლობა რომ Kamila, ქალბატონი სესილი მუციშვილი. მოგდან არა, მიწისძვრის მომსწრე არა ვარ, მაგრამ ციხის უბანში ვცხოვრობდით. იქიდან აი თქვენ ქუჩაზე, თქვენ ქუჩას ახლა კასტელის სახელი ქვია, სადაც დავიბადე და ცხოვრობდით და ჩვენ ხო, შენ და კობიში. ხოდა ზემოთ ქუჩაზე დავიცხოვრობდა. აი ჩვენ ბავშვობაში მომსწრე ვარ იმ სახლებისა, რომლებიც დანგრეული იყო მიწისძვრის დროს და ჩვენ დროს ისევ ნანგრევები იყო. აი ჩვენ ქუჩაზეც და ჩვენი ქუჩის ზემოთაც და მაშინდელი ნანგრევები წესილი ეხლაც ეხლაც ხო, არის ეხლაც ხო, მაშინ ისე რომ აი ესე მემორიალის ხარისხს ხომ არის ერთი კი და მე პაპას ამბობის მახსოვს რომ მიწისძვრა რომ მოხდა, პაპა დურგალი იყო ჩემი და ქოხი გავაკეთეო ქუჩაში. ხის ქოხი გავაკეთეო და ნუ შვილები უკვე მოზრდილები იყვნენ ჩემი მამა ბიძა, მაგრამ ვინც აქ იყვნენ, ისინი მამიდა იყო მაშინ შედარებით პატარა და იმ ქოხში ვიყავითო და იქ ვატენებდით რამეებს. 20 ფებრვარი. მადლობა ქალბატონის სესილი. დიდი მადლობა ბატონო მამხას. ბატონ ელდარ ნადირაძეს ვთხოვთ. მოკლედ მოხსენების თემა გახდათ გიორგი ჩიტაია, ქართველ ეთნოლოგთა ნესტორი. მე არაფერს არ ვიტყვი, თქვენ უნდა ბრძანოთ. მე ბატონი მამხაზის ამოხსენება უძბა გამახსენე ერთი ლექსი ოღონ არ ვიცი ვისია რა. ჩვენი გორი დაინგრა, გადაიქცა ევა, რაც მიწისძვრას გადურჩა ქარმა გაანიავა. შენი ბინა ისევ დგას, რომ სახლი ბედად გადარჩენდი, შიგ დოქია სოლი და ზეგნები ლელინის. ლექსი ყველა ვიცოდი. დავიწყებული მქონდა ბატონო. ჩემი მოხსენება არის 8 წუთი. მოხსენებას არ ვქვია მას ასე ვთქვათ, მინდა გიორგი ჩიტაიას 8 წლის აღნიშნო, იმიტომ რომ გიორგი ჩიტაია და სერგი მაკალათი არიან სწორედ ეს ადამიანები, საფუძველს უყურებენ ამ ჩვენ მეცნიერებას და სხვადასხვა ასპარეზზე იყო ასაკურველია ერთად არ იყვნენ ამ ბრძოლაში, მაგრამ ყოველთვის მათმა ორიამ უთეს საქმე გააკეთა და მე აი შევეხები ახლა რამოდენიმე არსებით მომენტს გიორგი ჩიტაიას მეცნიერულ მოღვაწეობიდან, რომელმაც დიდი კვალი დაარჩინა ჩვენ დარგის განვითარებას და აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია გვეუბნება მეცნიერად, რომელმაც თავის კუთვნილს იჭერს მე-19 საუკუნის მიდინარად დაწყებული ქართული მეცნიერული აზრის თავის თავადობისა და ფილგამორკოვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში, რომლის წინამორბედსა და გენზის მიწას წარმოადგენდა ჩვენი თვითმფრინავის ივანე ჯავახიშვილი. გიორგი ჩიტაიას შემოქმედებაში თავიდან გამოიკვეთა უმთავრესი თვისება ეზრუნა დასაკარგავად განწილებული კულტურული მემკვიდრეობის შეგროვების, დაუნჯებისა და მეცნიერულ დამუშავებისათვის და ნაკლები რომ დაეხარჯა საგამომცემლო საქმიანობაზე. იმედით რომ მის ნამუშევრების შემდეგში აუცილებლად გამოუჩნდებოდა მოვლენე და დამფასებელი. გიორგი ჩიტაიას ნაშრომებში ადრინდელ გამოიკვეთა საკითხთა წრე გამორჩეული პრობლემატურობით, მეცნიერული აქტუალობით, სიახლეს სიუხვით, პირველ აღმოჩენის და გზის გამკვლევის ნიშნით, მან დიდი ღვაწლი დაუდო ქართული ხალხის, ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კვლევის საქმეს. ერთ-ერთმა პირველად დაარღვია ვესელოვსკის, კოვალევსკის, ინოსტრანცევის, მილერის, გენკოს, ვეზენდოკისა და სხვათა ხელოვნურად თავსმოხეული თეორიები უცხოურ კულტურათა
პრიმატულობის შესახებ ქართული ხალხის კულტურულ მემკვიდრეობაზე. დიდი სინათლე შეიტანა ეთნიკური ნომენკლატურის საკითხთა განმარტებაში და მთელი თავისი მეცნიერული ერუდიციით და გაბედულებით აღზრდა ქართული ხალხის ეთნიკური ერთიანობის დამრღვევთა წინააღმდეგ. გიორგიჩიტაიმ უდიდესი წვლილი დაასდო საქართველოში გავრცელებული სამეცნიერო მემკვიდრე კულტურებისა და სამეურნეო იარაღების შესწავლის საქმეს. მოგახსენებათ, ჩვენ ვართ მიწათმოქმედი ერი და ამის გამორკვევა უპირველესი და უმთავრესი ამოცანა იყო მაშინ იმისა თუ რა წვლილი შეუტანია ქართულ ხალხს მსოფლიო ცივილიზაციების საერთოდ რა. გამოაშკარავა ქართული საფრთხე იარაღის ადგილობრივი წარმოშობის ტენდენციები და აჩვენა მისი გავრცელების გზები სხვადასხვა ხალხთა სამეურნეო კულტურაში. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ხორბლეულის ველურიდან კულტურულ ჯიშზე გარდამავალი სახეობების დადასტურება და საქართველოს მიჩნევა ხორბლეული კულტურის ერთ-ერთ უძველეს ეპიცენტრად. გიორგიჩიტაიმ პირველად დაასწავლა ქართული ნაციონალური კოსტუმის თავისთავადობა, როგორც ეროვნული კულტურის სპეციფიკის მაჩვენებელი. ამავე დროს უკუაგდო ევროპელ მეცნიერთა მტკიცება მისი სხვა ხალხთა ნასესხების შესახებ. მეცნიერის განსაკუთრებულ თვისებად უნდა მივიჩნიოთ ნიუანსური მოვლენათა დიდ პრობლემაზე გადასვლის უნარი, მისი ნაშრომები, საქართველოს სამიწათმოქმედო სისტემა, ქართული ოქრომჭედლობა, რაჭულის სახვნელი, სონდრის საკურცხლი, სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში, გლეხისაღლი ქვაბლიაში, ქართული თორნე, საქართველოს ვაზის კულტურის ისტორია და კიდევ სხვები ეხებიან უმნიშვნელოვანეს თემებს, რომლებშიც გამოკვეთილია ქართული ხალხის წვლილი. გიორგიჩიტაიმ დიდარი ისტორიული ეთნოგრაფიული მასალების დაყრდნობით გაარკვია ქართული საცხოვრისის კონსტრუქციულ სტრუქტურული პრინციპები და წარმოადგენა მისი კლასიფიკაცია. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა დასახლების ეთნოგრაფიული ცნება, ერთმანეთს დაუკავშირა საცხოვრებელი და სამეურნეო პირობების ერთიანობის იდეა. აქ ლაპარაკი არის კომპლექსური და არაკომპლექსური სახლების ურთიერთმიმართებაზე, რომელიც აფიქსირებდა თითქოს საქართველოში კომპლექსური ერთგულბინე სახლი არ არსებობდა. ეს იყო სისულელი, იმიტომ მას არის უცოდნელობა, რომელსაც ისე დაშორს აკეთებდნენ. არ უნახავთ მაგალითად მესხური ერთგულბინე სახლი როგორ კომპლექსურია. გიორგიჩიტაიმის მეცნიერული მოღვაწეობის ყველაზე მახასიათებელი ნიშანია ეთნოგრაფიული მოვლენაზე, რაც შეიძლება ღრმად კომპლექსური ინტენსიური მეთოდით შესწავლა. გადაჭერებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მისი ზოგიერთი შრომა, რომელიც ეხება სოციალური მეცნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ისტორიული მოცულობითი სურათი, მენტალობა და მასობრივი ცნობიერება, უტყვის საგნების ალაპარაკება, მატერიული ცხოვრება და აგრარული ურთიერთობა მოძღვრებ ადამიანის შესახებ, გაცილებით ადრე დაწერილი, ვიდრე ეს კლასიკური ფორმით ჩამოყალიბდებოდა ლუსიან ფევრისა და მარკ ბლოკის ანალების სკოლის პროგრამაში. ხალხის როლი ჩვენი ისტორიაში არ ჩავსდო წუხდა ივანე ჯავახიშვილი. გიორგიჩიტაიმ ეთნოგრაფიული კვლევების შედეგად ეს წუხილი ამდენადმე დააცხრო ისტორიის მკრთალი ჩრდილებს რეალურად შესახორცი და მის შესანიშნავ გამოკვლევებში ამოიზიდა ქართული მიწათმოქმედის მონუმენტური სურათი, ზოგადად კი მატერიალური კულტურის მთელი პანორამა, რომელიც ცენტრალურ ღერძს მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ქართველი კაცი. ბატონო გიორგის შრომები ესა მეცნიერული კვლევის ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარაში დაინახოს დიდი და აქციო იგი გასაგებად ისტორიის სიღრმეებში შესაღწევად. მე ახალ არაფერს ვამბობ. მაშინ თუ საქართველოს მეცნიერთა აკადემიამ გიორგიჩიტაიმს, რომელსაც არც ერთი ხარისხი არ ქონა დაცული და არც ერთი მონოგრაფია გამოცემული, მის მიერ გამოქვეყნებული ცალკეული პუბლიკაციების საფუძველზე მიენიჭა საქართველოს მეცნიერთა აკადემიის აკადემიკოსის წოდება. ჩვენი ერის მრავალრიცხოვანება უთუოდ მოქმედებს ჩვენი კულტურის მიღწევათა გამსოფლიურებაზე და უკმარისობის გზნობა, რომელსაც დაადებს ამ კულტურულ მიღწევათ არ ცოდნა, უკმარისობა რჩება დღესაც სხვადასხვის. გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერის არმონდ ტვაინის მსოფლიო ცივილიზაციის მეძღვნილ 12-ტომიან ნაშრომში საქართველოს შესახებ თითქმის არაფერია ნათქვამი. ეს მაშინ როცა ვოლგისპირეთის ქრისტიანობის განსაკუთრებულ წვლილზე მთელი ფურცლები აქვს მიზღვნილი. რა ქრისტიანობა იყო ვოლგისპირეთის ისეთი დაუშვათ ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობით თუნდაც მთელი ევროპის ფონზე, რომ ამას მიეძღვნა ამდენი, მაგრამ აი ესეთი რამე ხდება ხალხთან ჩვენი ისტორიის მიმართ, ეს არის ერთი შემთხვევა სხვადასხვის რა.
უცხოელი მეცნიერების ერთი ნაწილი ისე აკეთებს და დასწრებს, რომ სათანადო არის, რომ საქართველოს ისტორია და მის კულტურული მემკვიდრეობა და თანაც განზრახულად და ტენდენციური, მაგალითად დავასახელებ თუნდაც ფრანგი ისტორიკოსი არის ბიზანტიის ისტორიის დამწერი შარბილი, რომელსაც ესე იგი საერთოდ ნახსენები არ აქვს თავის ამ ბიზანტიის ისტორიის საქართველოს ნახსენებიც არ აქვს. რუსეთის ბრძოლები მოვიგეთ და ხმარებული პოლიგენის თავის ამავე ბარდასკოს აგერნებას რა ეს კი ნახსენები და ეს ალბათ ერთად შევთხოვოთ მეცნიერების ნაწილი ისე დაასწრებს, რომ სათანადო არის საქართველოს ისტორია და მის კულტურულ მემკვიდრეობა და თანაც განზრახულად და ტენდენციური. ამ პრობლემის ილუსტრაციის საუკეთესო მაგალითს აი თუნდაც მაღალია გაბილაპარაკა მის შესახებ რა. ხო, ასე მაგალითად გერმანელი მეცნიერის და მოგზაურის აულუს ჰაკსჰაუზენი, რომელიც 1853 წელს მოგზაურობდა საქართველოში. მისი მსჯელობა საყმელი იარაღის წარმოქმნით დაკავშირებით არის თავსმოხვეული. თავის გამოკვლევაში კი შეეხო საყმლის ტიპის უაღრესად განვითარებულ სახეობას, რაკურ საყმელს და გამოაცხადა იგი ოსური წარმოებლობის იარაღად. ჰაკსჰაუზენის მიზანს წარმოადგენდა გერმანულ ოსური ნათესაობის თეორიის კვალზე ოსურ მასალათა დაყრდნობით გამოეკვეთა გერმანელთა პრიორიტეტი განვითარებული საყმელი იარაღის გამოგონების პროცესში. ჰაკსჰაუზენის ეს თეორია გიორგ ჩიტამ განულა და ეთნოგრაფიული მასალის სკრუპულოზული ანალიზით სრულად გამოაშკარავა მისი უსუსურობა. ასეთივე არგუმენტირებული პასუხი გაეცა გერმანელი მეცნიერის ბრაუნგარტს, რომელიც თვლიდა, რომ საყმელი იარაღების დაწინაურების სახეები მხოლოდ ინდო-გერმანელთა მიერ უნდა ყოფილიყო შექმნილი. ამ თვალსაზრისით უბრალოდ საინტერესოა გიორგ ჩიტაის ისეთი მაღალი მეცნიერული შრომები, როგორებიცაა სუმერთა ცივილიზაცია, შუმერული კევრი, სამი ინსიგნია ამიერკავკასიიდან, აჭარული დათო დოყვა, ჭვიდიანი ფეხსაცმელი, ხალხური წარწერა, ხეთური ბარელიეფი და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ჩატარებულ მუშაობაში აკადემის გიორგ ჩიტაიას წვლილი არის ძალზე მნიშვნელოვანი და იგი გვერდით უდგას ყველა იმ მეცნიერს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ძველი მსოფლიოსა და კავკასიის ხალხთა კულტურულ და ენობრივ ნათესაობას აქვს მკვიდრი საფუძველი. და ბოლოს ვიტყვი, რომ გიორგი ჩიტაიამ თავის შრომებში გააცოცხლა ქართველი კაცი, გააცოცხლა როგორც ისტორიის შემოქმედი, როგორც ჩვენი სულიერი და სოციალური ცხოვრების უმთავრესი ძალა, რითაც შეავსო ჩვენი ისტორიის ცარიელი ფურცლები. გიორგი ჩიტაიას შემოქმედებასა ნიმუში თუ როგორი ყურადღებით უნდა ვიკვლევდეთ ადამიანის ცხოვრების არააშკარა მოდელებს. მაგრამ გიორგი გვითხა, რომ საჭიროა მეტი გულისხმერებით ჩავეხილოთ წვრილმანებში, რომელთა კვლევა საშუალებას მოგცემს აღვაწინოთ კედელი, რომელიც აშენებულია ქვითა და დუღაბით, სადაც კედელი ჩანს დიდებული სიამაყით, მაგრამ ნაკლებად ჩანს დუღაბი, რომელიც ამ ქვათა წყობას სიმტკიცეს აძლევს. დიდი მადლობა. მოგესალმებით წელს ბატონი გიორგი ჩიტაიას საიუბილეო წელი გახლავთ 135 წელი შეუსრულდა და ნამდვილად თემატური იყო ჩვენი მუზეუმისათვის. ქალბატონი მარინე აღფრთოვანებულია ჩვენი მუზეუმის ბიბლიოთეკარი, ჩვენ შევიძინეთ 5 ტომეული. დამთავრდა, 5 ტომეული გამოიცა და რაც ნამდვილად დიდი შენაძენია ის წიგნად შეკრებილი. სამაგიდო წიგნი უნდა იყოს ყველასათვის. დიდი მადლობა ბატონო და ჩვენ ყველაც დავიწყეთ იქ მინდოდა მეთქვა ერთი რამ, როდესაც ბატონი სერგიზებს საუბრობდით, დღეს ჩვენს კონფერენციაში მონაწილეობა უნდა მიიღო ქალბატონ მანანა გაბაშვილს, სერგი მაკალათიაშვილის, ის ტრადიციულად ჩვენს გვერდით არის ყოველთვის. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქალბატონ მანანა ვერ ჩამოგზავნდა სამწუხაროდ და გამოეღიშა ჩვენს კონფერენციას. მოკლედ, ეხლა ჩვენ უნდა გავნაწილდეთ სექციებში. ამ დარბაზში დარჩება ისტორიის სექცია, რომელსაც ბატონი ოთარი ჟანიძე ხელმძღვანელებს. და მეორე სართულზე იმუშავებს ეთნოლოგიის სექცია და რომელსაც ბატონი ნოდარი უხელმძღვანელობს.
ვისაც სურვილი აქვს, ანუ არამომხსენებლებს შეუძლიათ დაესწრონ იქაც, ნუ რა ვქნათ, ასე ხდება. და ბოლოს არქეოლოგიის და მუზეოლოგიის, ასე ვთქვათ, სექცია ბოლოს ისევ ამ დარბაზში მესამე სექცია დაბრუნდება. მცირე შესვენებაც გვექნება და ნუ დღის ბოლოს შეჯამება ყველას ისევ ამ დარბაზში გვექნება. ახლა შეგვიძლია გავნაწილდეთ მეორე სართულზე იმუშავებს ეთნოლოგიის სექცია, აქ ის